წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. Მშვიდობის 18-18-ია, ხუთშაბათია, უსმენთ რადიო ათინაც FM-ზე 105.9. ეს იმას ნიშნავს ეთერშია გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა, რომელიც ძალიან გვიყვარს ყველას იდეის ავტორს, შემქმნელებს, წამყვანებს და ერთგულ მსმენელებს და მე და ვანოს ხოთშორის რამდენიმე წუთის წინ სწორედ ჩვენი ერთგული მსმენელების და თქვენი მოთხოვნით პირდაპირ ეთერში ის გადაცემა რაც გავა. ამაზე უნდა მოგვიანებით, მათთვის პირველად გვისმენთ ძალიან ბევრი სტუმარი ყავს დღეს ზუგდიდს და ზაფხულია. სხვადასხვა ქვეყნებიდან, ქალაქებიდან, ზოგიერთ თავის ოდაბადეში ჩამოდის, ამიტომ მათთვის მინდა ცოტა განმარტება გავაკეთო, რაც შეგიძლიათ ჩვენი გადაცემების მოსმენა ლაივში ყოველ ხუთშაბათს 18-18-ზე 105.9 FM ინტერნეტით რადიო ათინათის წერტილი-ჯი, რაც შეეხება გადაცემის ჩანაწერებს. YouTube-ზე ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. ასევე ვებგვერდზე რადიო ათინათის წერტილი-ჯი და Facebook-ზე რადიო ათინათი. ვუძღობით ორნი ამ გადაცემას ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშაჯიქია, მე სოფია ხუციშვილი და გვაქვს ეს გადაცემა ორ ენაზე. მეგრულად და ქართულად, უპრეცედენტო, რომელთა ძალიან ვამაყობთ და გვიხარია. სიამოვნებით მივესალმები ბატონ ლაშას, ონჯუაჯ გირობუაშ, მუჭო ზოჯუნთ ბატონ ლაშა. ონჯუაჯ გირობუაშ, თქვენ მოსაბათო სოფიო, მუთამიჭერს თქვენ მუჭო ზოჯუნთ. გირობუარეკ, არ შეიძლება უბრალოდ დღევანდელ დღეს არ იყოს ადამიანი კარგად, იმიტომ რომ ჩვენთვის ძვირფასი გადაცემაა პირდაპირ ეთერში, რომელსაც კვირიდან კვირამდე ველოდებით და თან თემაც ისეთია, რომელსაც აგაგებოთ მოვემზადეთ, ასე შეიძლება ითქვას. იმიტომ საუბრობ ქართულად, რომ ძალიან სენსიტიური თემაა, ძალიან ძვირფასი, ძალიან ისეთი სხვა შორის საჩოციროთ შეიძლება ასე ითქვას და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობ რომ რაღაცები არ შემეშალოს, იმიტომ რომ სვაც არ არის დასაქვეყნიის რომ შეიძლება ამდენი რაღაცა მეგულად ვერ თქვა ადამიანმა, მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, რაც არ უნდა შეგეშალოს. ამიტომ უპირატესობას დღეს მე მივენიჭებ ქართულს. თქვენის ნებართვით. ბატონლაშა, დავაკონკრეტოთ თემა, რაზეც უნდა ვისაუბრო, ტოპონიმები ვთქვით ჩვენ წინა გადაცემისას, მაგრამ უფრო ესეთი პატარა მოკლე ექსკურსი გავაკეთოთ და თუნდაც რატომ ვაკეთებთ ამ გადაცემას დღეს ესეც ვთქვათ. კი ბატონო, ჩვენ მოგეხსენებათ ქონდა საუბარი საბედიანოზე, რომლის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო ბედია. და მოკლედ ეს საბედიანო მოიცავდა თანამედროვე როგორც სამეგრელოს, ასევე აფხაზეთის ტერიტორიას, კოდორის ხეობამდე და პლუს გურიასა და აჭარას, ბათუმის ჩათვლით და მოკლედ აქ ჩვენ საუბარი გქონდა ისტორიულ პროცესებზე, მაგრამ გამოიკვეთა ტოპონიმების თემაც და შესაბამისად კომენტარებში იყო რომ ძალიან გვაინტერესებსო აქ არსებული ტოპონიმები. ჩვენ უფრო აქცენტს გავაკეთებთ აფხაზეთში მიმდინარე ტოპონიმურ ცვლილებებზე, იმიტომ რომ გუშინ და დღეს არ დაწყებულა იქ ძველი ტოპონიმები წაშლა. მოკლედ ეს სამწუხაროდ აქტიურად მე-16 საუკუნიდან იღებს ძალიან სუსტად სათავეს, მაგრამ უკვე მე-19 საუკუნეში ეს მასშტაბური ხდება და საბჭოთა პერიოდში კი კიდევ უფრო იზრდება მისი ეს ტენდენცია. და მოკლედ ამაზე გვექნება აქცენტები გაკეთებული, რა ტენდენციაა, როგორ განვითარდა აქ ძველი, უძველესი კოლხური, ეგრისის სამეფოს პერიოდის ტოპონიმები წაშლა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეც ხდება მსგავსი ტიპის პრეცედენტები, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ სამეგრელოში სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში პირდაპირ მოხდა თარგმნა რამოდენიმე ტოპონიმის, იგივე ხმადაღებული თემაა და ყველაზე მეტად ცნობილია გოჭკადილს მარტვეში გაჭედილი და არქვეს, იგივე ხობის მუნიციპალიტეტში უჩაღაც, შავიღელი, ანუ პირდაპირ თარგმნა მიდის. ხო, არადა ეს ისტორია, ზოგადად ტოპონიმიკას უწოდებენ მიწის ენას და ძალიან მნიშვნელოვანია მისი გაშიფრვა, იმიტომ რომ ჩვენ ამით მიხედვით ვიგებთ უძველეს ეპოქის სუნთქვას, იმ პერიოდის ტენდენციებს და მოკლედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს შენარჩუნდეს. ეხლა ახლახანს იყო კიდევ ჩვენ თან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე პრეცედენტი ამასთან დაკავშირებით, ტარჩიას, მდინარე ტარჩიას ტორჩია დაარქვეს, იგივე კახათწყალს, კახათის წყალი და ასე შემდეგ. ანუ თარგმნა მიდის და ეს გაუშვებელია და ამაზე აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ორ ენაზე გვაქვს გადაცემა, ჯერ ვსაუბრობთ ტრადიციულად, ასეთი ტრადიცია და წესი და მომგვიდრეთ ამ გადაცემის ველობისას, ჯერ ვსაუბრობთ მეგრულად და შემდეგ უკვე ქართულად. Irčkile badalаш, dio margalu. Ko, mučotašin, čki margalu koptkvant, andganer čki radio kino čamaš temare, mangar kursačo proceseb, namut gertsxire ისტორიულ საბედიონაში გეოგრაფიული ჯოხობები ძალიან თირუაწკუმა. თენარე ტოპონიმები. სხვადასხვა დოკუმენტური წყობების ანალიზით იძირე მუჭოთ შადალ საქურთუოს
გეოგრაფიულ ჯოხობუებ უმენტაშორ ჩქინდულ კოლხეთის და ეგრისის სამეფო ბორჯის ნამუთ უკვილიან საბედიანო ოდიშიშ სანთაროს ბორჯის ხოლო ხვადუნა მუშოკო რაგადი ბრელ უკუნეფიშ გეშა ხვადუ ტოპონიმეფიშ გორჩკინა დიო კოლხეთ ეგრისიშ და უკულ საბედიანო ოდიშის ოხორანდეს უმენტაშო მარგალებ და შონებ ათეშენ ტოპონიმეფის სემანტიკაშ გაგება ათე ნინეფშარე შეიოლებერ ათაშ ნამუდა არცა ჯვეშ ტოპონიმიშ უკახლე გერე მიარე უკუნეფიშ ისტორია ათეშენ თინეფიშ ავთენტურ ფორმატ ხილვა მანგარ ონჭუაფალდო აუცლებელ საქვარუარე ტოპონიმებს მაჟანერო უძახნა დიხაშნინას და თეთ შემლებუნა ჩქინ ჯვეშეფიშ ოდაბადეშ ისტორიეფიშ გასვარცხალება მარა ამდღა მიღუნა მანგარ სანარღო რეალობა ისტორიული საბედიანოშ ადმინისტრაციულ საზღვრებს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიას აქტიურ მეურს ისტორიულ გეოგრაფიულ ჯოხობუების თირვადო თინეფიშ მანგიორო უნაგონებ თეშ დოძახინილ აფხაზურ ვარ და რუსულ ტოპონიმების გედვალა თინახული ოშინერე ნამუდა სამარგალოშ ტერიტორიას ხოლო იძირე გლახა ტენდენცია ჯვეშ ავთენტურ ტოპონიმების გინოთანგუა გინოკეთებაში ასეიან ბორჯის ოკუპირებულ აფხაზეთის მარგალურ და შონურ ტოპონიმების აფხაზური თირვა აქტიურ მეურს დე ფაქტო მთავრობა ოფუტებს უთირანს ისტორიულ ჯოხობუებს კერძოდ გალიში რაიონის შეშებლებდა მიბღათ მსმარი მაგალითი აფხაზეთის თეჯოძახინე პარლამენტიკ ჯოხობუებ დუთურუ ისტორიულ ოხორუ აკანებს მაგალითო ოფუტე აჩიგვარას აჯგვარა ბარღებს ბიარგია ღუმურიშის გუმრიშ ოქუმს უაქუმ წარჩეს წარჩა ჩხორთო ჩხვართალდო თაშ ხოლო ტყვარჩეს ტყვარჩალკი გიოდეს ნამუთ ჯვეშ მარგალურ ჯოხობუარე და ქორთულო ნიშნებს ყოჩივარდას ათაშ გინაკეთენა აფხაზებ ჯვეშ ტოპონიმებს ავთენტურ ტოპონიმების თირუაკ თაგ დიო ხოლო მავითოჩხორა უკუნიშ დაჭყაფუშე ქირიჭ დიო ცარიზმის რუსეთის უკვე საბჭოთა იმპერიას ბორჯის ათე რეგიონს ქდიჭ პოლიტიკურ ეთნოკულტურულ და ფსიქოლოგიურ ამნახანტების თირუაკ ათეცალი პირობებს მანგარო ემუშეს აფხაზდო თინეფიშ ათმატურაფა რუს ისტორიკოს პოლიტოლოგებ ნამუემკ მუნეფიშ ნახანდუებს თელ მოსოფეს ქიმიოჭირნეს ხონარითამ ათე ტერიტორიას უჯვეშაშ ბორჯიშე აბორიგენ მახურეფრენა აფხაზებდო ქორთუებ დღას ვახორანდეს თაკ მარგალებ და შონებ თალ დღას ვახორანდესია შადალ ევროპაში უკებდო ქორთულ ისტორიულ დოკუმენტებს კონდას კარკანტიათ ოძერანს თი ტოპონიმიკურ რეალობას ნამუთ ამდღანერ აფხაზეთის ტერიტორიას შქა უკუნებს იშენ მიღუნა ათეშენ ვეშილებეთ იშრაგად სოდეთ ტოპონიმებ აფხაზურო ქაზერანდო თეთინა ქოთქუან ნამუდა თეაკანს აფხაზ აფსუეფიშ უგმურ ხორურ დუნთინა ისტორიულ წუებში წონდათ იზრე ნამოდა მალწყარეფიშ ენგურდო კოდორიშკას ოხორუ აკანებს ხვალებ ხვადუნა მარგალურ და შონურ ტოპონიმიკა და ჰიდრონიმია ათეშენ ამდღანერ აფხაზეთის ტერიტორიას აფხაზების ოხორუ არეალ ვარდ არძა მოჩამუეფით იზრე ნამოდა აფხაზების დუჩეიან ოხორუ აკანირდუ კავკასიონის იშო ორუმე სუმანი მალწყარ ყუბანი შაუზის და ამდღანერ აფსუ აფხაზებ ორუმე კავკასიაში გიმნავლა კათარენა ათე ჭიეჭიეთ მოხოხინელი კოლონიზაციას დაჭყა პერიოდში იფიქსურებ ამდღანერ აფხაზეთის ორუმე ბჟადა ლაკანს აფხაზურ ტოპონიმებს კერძოდ ბიჭვინთას აფხაზებ აფსუეფიშ დოხორინის პირველ ფაქტებს ხვადოთ მავითამშა უკუნს ათემ ბორჯიშე აფსუეფიშ ოხორუთ მონჭაფა მალწყარ ინგირშა მუდგაზმარინ ეტაპო ირთუ მართა მავითამშა უკუნის ეჩქენ იჟდობითიან წანებში მავითოშკითა უკუნის ჟაღიჟდობითიან წანებშა აფსუებ ხეშა ქაშოთეს ტერიტორია მალწყარ კოდორშა მაჟრა ეტაპის აფსუებ მავითოშკითა უკუნის მაჟრა გვერდიშე იჭყანა მალწყარ ღალისგაშა მოულას მასმა პერიოდ უხვადუ მავითოშკითა უკუნის ბოლოს მუჟამით აფსუებ ქუმორთეს ინგირპიჩადო თენა გინაშკეს მუნეფის საზღოთ ანთა სამშოშე იჟდობით წანას აფხაზეთშა მოულირ იტალიელ მისიონერ ჯოვანო ჯულიანო და ლუკა ჭარუნს ნამუდა აბაცაში ტომი აფსნეს ნამსულ ზახნან მოულირ რენა ურუმე კავკასიაში არქანჯელო ლამბერტიშ აფხაზეთ სამარგალოს ვიზიტიშ ბორჯის იჩიებ ნამუდა კოდორც მელე ოხორანა აფხაზებ მუნეფის ხვანერ ნინათ ოთხეთრე თიქიანა ნამუდ კოდორდო ფაზიშკას რე გოფაჩილ ნამუსუთ ამდღას სამარგალოს უძახუნა აფხაზ აფსუების ოხორუშა მინაულობაში ფაქტით აფიქსირებული რუს ავტორებს მოხოლებ ხვადუნა მაგალითო რუსულ ისტორიაში მუამად მერჩკინელი ტატის შემხოლე იჩიებ მუშ ნახანდის ნამუდა აფსუებ მუნაულარენა ამდღანერ აფხაზეთის ტერიტორიაშა ანთას ხუთოს მეჟდო არწანას იტალიელ ჯაკოპო გასტალდის რუკას აფხაზეთ აფსუათა ოლქიდო ნოღა აყვა სოხუმის ამდღანერ აფხაზურ ჯოხონა მოჩამილდრე ორუმე კავკასიას ყუბანის კაწას ოდო ამდღანერ აფხაზეთის ტერიტორია სამარგალოშა მიშურს კინთინე ფაქტებს ოძერანს ურცხო ავტორეფიშის ჯოვან ლუკა, მაკარი ანტიოქურ, ჟან შარდენ, ჟაკ გამბატო სხვა ნახანდუები.
აფხაზეთის ტოპონიმების თირუა იჭყაფუ მავითავმშო უკუნიშ დაჭყაფუ ჭოთქშკ თვითონთეშ მუჟამით ბიჭვინთა შაკანშე ჩქინდუ აფხაზურ ოხორვებდო ათემბორჯის მართად იშინუ გეოგრაფიულ ჯოხობვე აიათარნედო არუხა პირველი ეტაპი უმოსო მავითავმშო უკუნშე მავითაჩხორო უკუნიშ სუმეჩიან წანებშაშკა პერიოდის მიკოროცხანს მაჟრა ეტაპრე ანთაზბრუოს სუმეჟდოთ ანთაჩხორო ვითობრუო წანერ მუჟამით მუხაჯირობაშ მონწყვალაშ გეშა აფხაზეთის ტერიტორიას ბრედაკან გიჩოლ არდგილობრივ მახორვებშედო რუსეთის იმპერია ქდიჭ ვაკუმი შაკაფშაფალო რუსულ უკრაინულ სომხურ ბერძენულ გერმანულ ბულგარულ და ესტონურ ოფუტეფიშ მონწყვალა თაკ ნამოსუდ ქმაუნ მარგალურდო შონურდო უკულ ნაგვიანაბორჯის გინარჩკინა აფხაზურ ტოპონიმების ლასუაკ ათემბორჯიშე ხვადუნა რუსულ სამეფო დინასტიაში რომანოების ფანიაშ მაკათურების ჯოხობების გედვალა გეოგრაფიულ ტოპონიმებო უკვე ქდიჭყეს რუსეთის არმიას გენერალების სხვადასხვა ჩინოვნიკების გვარების გედვალა ტოპონიმების ჭიჭაკანს ქიგიოდეს რელიგიურ ვარ და ეთნიკურ მეჯინათ ჯოხობიებ ხოლო ანთაჩხოროს ვითანწანას სოხუმის ოლქის დოხორინელ პუნქტების გიმნაკოროცხას ხვადუნა ჟიროშ ვითოსუმ შხუ ოფუტე ნამუებში ეჯდოვითოსუმ ოფუტეს დუთირეს ჯოხობუა და ახალ რუსულ ვარ და რუსიფიცირებულ ჯოხობიებ ქიგიოდეს ტოპონიმების მასობრივ თირუაშ მასმა ეტაპი ხვადუ მაიჩა უკუნიშ ეჩიან ეჯდოვითიან წანებს და თენახვალე კომუნისტურ იდეოლოგიურ გუნებაშრე ათემ პერიოდის საბჭოების აკნარ სხუაშ მასშტაბით ისტორიულ ჯოხობების და ცარიზმის ბორჯის გორჩნიე ტოპონიმების ადგილებს ჩქინდუ კომუნისტურ პარტიას ლიდერების ვარ და რევოლუციაწყმა მერცხილ ძალით გინარჩქინა ჯოხობები ათავრეშე აფხაზურ ხვალე ართირდუ ლაკობა ტოპონიმების თირუაშ მანთხა ეტაპი ხვადუ მაიჩა უკუნის ჟარნიციან წანებშედო ჟაიჯდოვითიან წანების შკა პერიოდის ათემ ბორჯის იჭყაფუ აფხაზ სეპარატისტების ისტერია და ანტიქორთულ მუწოვალებები ნამუდა ითამ საქორთულო აფხაზურ ტოპონიმები გეგნაკეთ ქორთულო და თეთო კოდეს აფხაზურ ინაშ ნოქურიშ ლასუა თაკი ანთაჩხოროს ჟანჟოსում ჟაიჯდოვითაშო წანებს აფხაზეთის დოთირეს ოშხორო ტოპონიმ ნამუებში ქორთული თითირ ხვალე ვიდ გეოგრაფიულ ჯოხობუათ ნამუებით რე ფიშთა აშირცა კალმუთი მეხადირი აბგაბორთა აგუა ატიშადუ ლაგანიარხუ არადუქვადო წალამური უმოსო დითირუ ცარიზმის ბორჯის მუშნახელ რუსულ ტოპონიმემ ტოპონიმების თირუაშ მახუთა ეტაპ ხვადუ მაიჩა უკუნის ჟაიჯდოვითიან წანების მაჟრას სუმანშე 4-ეთშიან წანებშა ათემ ბორჯის ქორთულ ტოპონიმების ჟუმენტაშობა გეგნაკეთეს და ქიგიოდეს აფხაზურ და მინაკარც რუსულ ტოპონიმებ ანთაჩხოროს ჟაივითოსում სმეჟოშკთიან წანებს იზირე ტენდენცია ჯუეშ მარგალურ და შონურიშ მანგირო აფხაზურ და რუსულ ტოპონიმების გედვალაში აფხაზებ თაკ ირნუანა რუსულ ტოპონიმებს და თეთი ოცადნა ჯუეშ ქორთულ მარგალურ და შონურ ტოპონიმების ლასუას თაკ ართიანს ურაბინმონა რუსულ და მარგალურ და შონურ ტოპონიმებს ტოპონიმების თირუაშ მაამშა ეტაპი ჭყაფუ მაიჩა უკუნის 4-ეთშიან წანებში ანთაჩხოროს 4-ეთშო წანაშა აფხაზეთის ომის დოჭყაფაშა რუსეთის იმპერია ქორთული ეროვნულ ძალებს აფხაზურ სეპარატიზმის ქუდუხვამლუ ნამუ თაკ ჯუეშ ტოპონიმების ლასუას ხოლო ქორჩკინ ქუდუჭყეს ირფე ჯუეშ კულტურას ნამუსუდ ქორთულო მიჩქინანდესე ბოლოშა ლიმუა ტოპონიმიკურ ლიმებ თენარდუ პოლიტიკა ნამუ დოცადო ჯუეშ ადგილობრივ ტოპონიმების აფხაზურ ნინაშ ფონეტიკურ ფორმებით გინოკეთებას ვარდახოლო ქვალე აფხაზურ ჯოხობები თირუას ათე რეკომენდაცია გეგნუჭყონის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშა მიშმად არძა რაიონის უნჩაშობას კერძოდ ანთაჩხოროს 4-ეთშო წანას მაისი ცირკულარი დოკო დითურუკო ტოპონიმემ ოფუტემ ზიურს ჯეშო ნამუ ცხიროგალ ჯოხოდუნ ქიგიატოკო შაშიკვარაკ ჭუბურხინჯის აკვალიაკ აჩიკვარას კომისიას რეკომენდაციით აჯგვარათი გეგნაკეთესკო გალ ალეკუმ ჰარათი რეფო შეშელეთ აკვარიქეათი ჩხორთოლ ჩხვართალათი ღუმურიშ გუმრიში და თაში გეოგრაფიულ ჯოხობების მაშკვითა მასიურ თირუა ქდიჭ მოსკოვის ინსპირირებული ანთაჩხოროს 4-ეთშო წანების აფხაზეთის ლიმაშ თებაშ უკულდო ამდღაერდღაშა მეურსთე პროცესები ფენარე უჯვეშაშ ტოპონიმების თირუა ვარდა მაჟრა ჯვეშ ტოპონიმების ტრანსკრიფციული გინოკეთება სოხუმის სეპარატისტულ რეჟიმ არძანერო 20 ათე ტოპონიმების თირუა მიოდინუა ჯვეშ ისტორიაში ნოქურე თაკი ხვალე ჯვეშ ტოპონიმები ვარ სეპარატისტემ ჯოხობუა დუთირეს შოშებს სანატორიუმებს მოედანებს სხვადასხვა ორგანიზაციებ ნამუთ ფორტ მოხანდების ჯოხობუაშა დუ სახელ გედვალერი თინეფიშ მანგიორო ქიგიათ აფხაზურ რუსულ ჯოხობუებ ქორთუეფიშ გენოციდის მონაწილე ორომე კავკასიას ოფედერანტების დაძახინა ჯოხობუებ და თაში მაგალითო საქორთუო შოშეს ქიგიოდეს აფსნის შოშე ბარათაშვილიშის ქესბაშ შოშე წალენჯიხას შოშეს არჟბაშ რუსთაველიშის ლეონის შოშე და თაში ათაშ ნამუდა აფხაზეთის ტერიტორიას ჯვეშ ტოპონიმებ მარგალურ და შონურre
თენა ჯგირო ოძირანს თაქია მახურო კათაშ ავტოქთონობას ისტორიულ პროცესებს სოდეთ ნაგბენაბორჯის გორჩკინტურ ფათურიშ კათა ნამუთ არდგილობრივ კათაცკმა აკოს გუნჩუათ თო დარცხონს ახალ ეთნოსის ნამსუ ჯოხო ამდგა აფხაზები აი რა დავამატო არ ვიცი და ზოგადად რა ვთქვა იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან ბევრი გაუგებარი სიტყვა სხვათა შორის ეხა მეგრულად ისეთი რაღაცები ისაუბრეთ თქვენ ძალიან რთულია იმ ადამიანებისთვის ასე ვთქვათ აღქმა ამ ყველაფრის ვინც ძალიან ცუდად ის მეგრული კარგად რომ იცის ისეთებისთვისაც მერწმუნეთ იმიტომ რომ ესეთი თემაა სხვათა შორის ისიც მინდა და დავამატო რომ თანამედროვე აფხაზებმა აფხაზებმა კარგად იციან მეგრული დღესაც საშუალო ასაკის ზევით იმიტომ რომ მათი წარმომავლობა არის მეგრული და შესაბამისად შვენივრად კი აფხაზეთში შვენივრად საუბრობენ მეგრულად კი არა ქართულადაც და ქართულ სიმღერებსაც უსმენენ ვიცი ეს დანამდვილებით ფარულად რა თქმა უნდა იქ ტაბუდადებულია აბსოლუტურად თითქმის შუა ასაკის ადამიანმა როგორც ქართული ასევე მეგრული შვენივრად იცის ახლა მეგრული და რუსული რომ კარგად იცოდნენ და აფხაზური აქ ცხადია და ამ თემაზე ძალიან ბევრჯერ ყოფილა საუბარი მაგრამ კი მეც ჩემდა გასაკვირად ნახე რომ ქართულიც იციან კი ქართული ნაკლებად სხვათა შორის ადრეც აი მაშინ როცა ჯერ კიდევ ყველა თავის ასე ვთქვათ სახლში იყო და არ იყო ეს აფხაზეთის ომი და ძალიან ცუდ ჟღერს ეს ზოგადად ეს აფხაზეთის ომი მაგრამ ფაქტია რომ ასეა აი იქ ჩამოსულები და იქაც ჩავდიოდით ხოლმე პატარა ვიყავი მაგრამ მაინც მახსოვს მეტი წილი იყო აქცენტი მეგრულზე და რუსულად იყო საუბარი აი თქვენ წარმოიდგინეთ ეხა იქ რამოდენიმე რადიკალი აფხაზია ეგრეთ წოდებული აფხაზი და მოკლედ მათ დედა ერთ ყავს გურიიდან მეორე სამტრედიიდან და აი გეუბნები ძალიან მაღალ დონეზე იციან ქართული ენა არა და რადიკალური ანტიქართული განწყობით გამოირჩევიან აი საოცარი ფენომენია ეს და აი შერეული ოჯახები ძალიან ბევრი იყო აფხაზეთში და დღესაც კი ეხა დღესაც კი ისინი ცდილობენ რომ უფრო მეგრული ეთნოსის წარმომავლობის ქალბატონები შეირთონ თვითონ აფხაზებმა რატომღაც ეს ის არის მიდრეკილებაც აქვთ მაგრამ ეს რა ვიცი სახელმწიფო პოლიტიკაც არის მათი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო პოლიტიკა ბჭყალებში რომ მოხდეს ასიმილაცია ადგილობრივი მოსახლეობის ხო ასე კი ბატონო კი ძალიან საინტერესოა და სხვა შორის შერეული ოჯახები უფრო ისეთები არიან უფრო მკაცრად იცავენ წესებს და უფრო მეტად ასე ლობირებენ და ასე ფრთებით ეფარებიან იმ ხარეს კი აი ზუსტად მიკვირს ეს უფრო აფხაზურები არიან და უფრო პროაფხაზურები არიან შერეული ოჯახები ვიდრე აი სამწუხაროდ ასეა სამწუხაროდ კი ბატონო გამგებმა გაიგო და თუ ვერ აგერ გვაქვს ქართული ვერსია ბატონჩამო ბატონლაშა ქართულადაც ისაუბრებს ამ თემაზე კი ნამდვილად ცოტა რთული თემაა და ამიტომ უყურს ხოლმე ამ გადაცემაში რაღაცნაირად გულს ვიოხებ და ვსაუბრო მეგრულად იმაზე მეც ვიდრე ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში და რაღაცად მომწონს ეს ყველაფერი მაგრამ ესე თემაა ნამდვილად არ არის ხა ის დრო რომ რაღაცა ასე ვთქვათ გინდა კარგია კი ბატონო თემა არის ძალიან სერიოზული ამიტომ ამჯერად ყურადღებით ვუსმენთ ქართულ ვერსიას კი ბატონო მოკლედ დღევანდელი ჩვენი რადიკალიზაციის თემა წარმოადგენს მეტამტკივნეულის საკითხი რომელიც ეხება ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ხელოვნურ ცვლილებებს აქ შეიძლება არა მარტო ისტორიულ საბედიანოს არამედ კოლხეთის გეოგრაფიულ სახელწოდებებზეც გავამახვილოთ ყურადღება წყაროთ ანალიზის საფუძველზე ირკვევა რომ დასავლეთ საქართველოში ძირითადად გეოგრაფიული სახელწოდებების გაჩენა ხდება სწორედ კოლხეთისა და ეგრისის სამეფოს არსებობის ხანაში რომელიც ბუნებრივად გაგრძელდა საბედიანო ოდიშის საერისთავოს სამთავროს პერიოდშიც რა თქმა უნდა ეს პროცესი ერთბაშად არ მომხდარა ის ახალი დასახლებების გაჩენის შესაბამისად ვითარდებოდა. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში მოსახლეობდნენ ძირითადად მეგრულ-ჭამური და სვანურენოვანი ხალხი. შესაბამისად, ტოპონიმთა აბსოლუტური უმრავლესობის სემანტიკის გაგება სწორედ ამ ენაზეა შესაძლებელი. თითოეული ტოპონიმის უკან დგას მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ამიტომ მათი ავთენტური სახით შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სასწაულად მნიშვნელოვანია. ტოპონიმებს მეორნაირად უწოდებენ მიწის ენას. შესაბამისად, ამ ენით არის შესაძლებელი ჩვენი წინაპრების ისტორიის გაცოცხლება. თუმცა დღეს გვაქვს სამწუხარო რეალობა. ისტორიული საბედიანოს ადმინისტრაციულ საზღვრებში, განსაკუთრებით ეს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, აქტიურად მიმდინარეობს ისტორიულ გეოგრაფიულ სახელწოდებათა ხელოვნური შეცვლა და მათი ჩანაცვლება გამოგონილი ეგრეთ წოდებული აფხაზური ან რუსული ტოპონიმებით. ასევე აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს ტერიტორიაზე შეიმჩნევა მზარდი ტენდენცია ძველი ავთენტური ტოპონიმების თარგმნა გადაკეთების, რაც უდავოდ საგანგაშო ტენდენციაა. ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული, ანუ მეგრულ-სვანური ტოპონიმების აფხაზური ჩანაცვლება
აქტიურად მიმდინარეობს. დე-ფაქტო მთავრობა სოფლებს ისტორიულ სახელებს უცვლის. კერძოდ გალის რაიონში აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პარლამენტმა სახელები შეუცვალა ძირითადად ქართველებით დასახლებულ ისტორიულ სოფლებს. მაგალითად, სოფელი აჩიგვარა აჯგვარა გახადა, ბარღები ბიარგია, გუმრიში გუმრიშ, ლეკუხონა ალამკუმხარა, ოქუმი უაქუმ, წარჩე წარჩა, ჩხორთოლი ჩხვართალ. ანუ ეს ძირძველი მეგრული დასახელებებია და მოკლედ მათი ტრანსკრიფციული ცვლილება განახორციელა. ავთენტური ტოპონიმების დასახელების უხეშად შესვლა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ჯერ მეფის რუსეთის, შემდგომ საბჭოთა იმპერიის მიერ ამ რეგიონში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე არაერთგვარ პოლიტიკურ, ეთნოკულტურულ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს დაუდო სათავე. ასეთ პირობებში უფრო მძლავრად ამუშავდნენ როგორც აფხაზი, ასევე მათი დამკვეთი და დამქაში რუსი ისტორიკოს-პოლიტოლოგები და მსოფლიოს ამცნობენ თითქოს ამ ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობა უძველესი დროიდან მხოლოდ აფხაზები იყვნენ და ქართველებს აქ არასოდეს უცხოვრიათ. დასავლური ევროპული რუკებისა და ქართული საბუთების მონაცემებში ნათლად წარმოაჩენენ იმ ტოპონიმიკურ რეალობას, რომელიც დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო შუა საუკუნეებში. ამიტომ უსაფუძვლოა ზოგიერთი მესერის მოსაზრება, რომ ტოპონიმები აფხაზურად წარმოაჩენენ, რითაც თითქოს ხას უსვამენ ამ ტერიტორიაზე აფხაზ-აფსუათა უწყვეტ განსახლებას. წყაროებიდან ნათლად ჩანს, რომ მდინარეების ენგურისა და კოდორს შორის მდებარე ტოპონიმიკა და ჰიდრონიმია მთლიანად მეგრულ-სვანურია და უსაფუძვლოა აფხაზ სეპარატისტთა მტკიცება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ტერიტორია დღევანდელ საზღვრებში მხოლოდ მათი განსახლების არეალი იყო. ყველა მონაცემებით დასტურდება, რომ თანამედროვე აფხაზთა საცხოვრისი მდებარეობდა კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე ყუბანის აუზში, ხოლო თანამედროვე აფხაზები გვიან და მომდევნო საუკუნეებში შილო კავკასიიდან გადმოსახლებული აფსუები არიან. სწორედ მცოცავი კოლონიზაციის ამ პერიოდიდან ფიქსირდება ამჟამინდელი აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. კერძოდ, ბიჭვითის მიდამოებში აფხაზთა ჩამოსახლების პირველი შემთხვევები. ამ დროიდან მოკიდებული აფსუათა მომრავლება მდინარე ენგურის მიმართულებით რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პირველი ეს იყო მე-16 საუკუნის 20-30-იანი წლებიდან მე-17 საუკუნის 50-იანი წლებამდე აფსუათა ტოვებმა ხელთ იგდეს ტერიტორია მდინარე კოდორამდე. აფსუათა მიერ აფხაზეთის დაპყრობა ხორციელდებოდა მე-17 საუკუნის მეორე ნახევარშიც, როცა მათი ტერიტორია გაიფართოვეს მდინარე ღალიცკამდე. მესამე პერიოდი თარიღდება მე-17 საუკუნის ბოლოთი, როცა აფსუებმა თავიანთი საზღვრები მდინარე ღალიცკიდან გადაიტანეს მდინარე ენგურამდე. 1630 წელს აფხაზეთში ჩამოსული იტალიელი მისიონერი ჯოვანი ჯულიანი და ლუკა წერს, რომ აბაცას ტომი, აფსნეს რომ უწოდებენ, შრეთ კავკასიიდან ჩამოვიდა. არქანჯელო ლამპერტი, რომელიც მე-17 საუკუნეში მოღვაწეობდა აფხაზეთ სამეგრელოში მოგზაურობისას, შენიშნული აქვს: ოდორს გახმა ცხოვრობენ აფხაზები თავისი განსაკუთრებული ენით. კოლხეთის სახელით იგულისხმება ის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს კოდორსა და ფაზის შუა და რომელსაც დღეს სამეგრელოს უწოდებენ. აფხაზთა ჩამოსახლების ფაქტი ხაზგასმულია რუს ავტორებთანაც კი, მათ შორის რუსული ისტორიის მომად აღიარებული ტატიშევიც აფხაზებს ჩამოსულებად მიიჩნევს თავიანთ ნაშრომებში. 1561 წელს იტალიელი ჯაკოპო გასტალდეს მიერ შედგენილ რუკაზე აფხაზეთი, აფსუათა ოლქი და ქალაქი აყვა, სოხუმის აწინდელი აფხაზური სახელწოდება, გამოსახულია ჩრდილოეთ კავკასიაში, ყუბანის შუაწელზე, ხოლო ამჟამინდელი აფხაზეთის სამეგრელოს შემადგენლობაშია. იგივე დასკვნა გამომდინარეობს უცხოელი მოგზაურებისა და მისიონერების ჯოვანი ლუკა, მაკარი ანტიოქელი, ჟან შარდენი, ჟაკ გამბა და სხვების ნაწერებიდანაც. აფხაზეთის ტოპონიმთა ცვლის ეტაპებზე ჯელობა უნდა დაიწყოს მე-16 საუკუნის დასაწყისიდან, იმ პერიოდიდან, როცა ამჟამინდელი აფხაზეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბიჭვინთის მიდამოებში, სადაც დასტურდება აფხაზთა ჩამოსახლის პირველი შემთხვევები, ასევე პირველადაა ნახსენები აფხაზური ენის ნორმებით გაფორმებული ორი გეოგრაფიული სახელი: აითარნე და არუხა. პირველი ეტაპი უნდა განისაზღვროს მე-16 საუკუნიდან მე-19 საუკუნის 60-იანი წლების პირველ ნახევრამდე. მეორე ეტაპი მოიცავს 1864-1918 წლებს. მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიცალა მოსახლეობისაგან. ბაკუმის შესაძლებლად იმპერიამ რუსული და უკრაინული, შემდგომ სომხური, ბერძნული, გერმანული, ბულგარული და ესტონური სოფლების შექმნა დაიწყო, რასაც თან მოჰყვა მეგრულ-სვანური და მათ შორის გვიან გაჩენილი აფხაზური ტოპონიმების გაქრობა და მათი რუსული გეოგრაფიული სახელების ჩანაცვლება. გეოგრაფიულ პუნქტთა სახელდების უმრავლესობა სამეფო დინასტიის, ამ შემთხვევაში რომანოვების ოჯახის წევრთა სახელებით შეიცვალა. მეორე ნაწილი ჩაენაცვლა რუსეთის არმიის გენერლების, სხვით ჩინოსანთა და მემამლეთა გვარები. ტოპონიმთა მცირე ჯგუფში აისახა რელიგიური წარმოდგენები, ჩამოსახლები კოლონისტთა სადაურობა და ასე შემდეგ. 1914 წელს შედგენილ სოხუმის ოლქის დასახელებული პუნქტების სიაში 2013 მსხვილი სოფლის სახელიდან 33 სოფელს ახალი რუსული ან და რუსიფიცირებული სახელი დაერქვა. ტოპონიმთა მასობრივი ცვლის მესამე ეტაპი მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებს მოიცავს და
კომუნისტური იდეოლოგიური ხასიათისაა. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის მასშტაბით ისტორიული სახელწოდებებისა და ცარიზმის მიერ დამკვიდრებული ტოპონიმების ადგილას მასობრივად ჩნდება კომუნისტური პარტიის ლიდერების გვარსახელებთან თუ რევოლუციურ ცნებებთან დაკავშირებული ხელოვნური სახელები. აქედან აფხაზური მხოლოდ ერთია ლაკობა. ტოპონიმთა ცვლის მეოთხე ეტაპი მოიცავს მე-20 საუკუნის 40-იან წლებსა და 50-იან წლების პირველ ნახევარს. დროის ეს მონაკვეთი გამოირჩევა აფხაზ სეპარატისტთა ანტიქართული ბრალდებებით. საქართველოს ხელისუფლებისათვის თითქოს მისი პოლიტიკა აფხაზეთში მისდად ისახავდა აფხაზური ტოპონიმების გაქართულებას, რათა წაეშალა აფხაზეთში აფხაზთა ცხოვრების კვალი. 1953-52 წლებში აფხაზეთში შეიცვალა 109 ტოპონიმი, რომელთაგან ქართული ჩანაცვლებულია მხოლოდ 10 გეოგრაფიული სახელი. ტოპონიმთა ცვლის მეხუთე ეტაპში გულისხმობ პერიოდს მე-20 საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან 80-იან წლებამდე. ამ დროს ქართული ტოპონიმების დიდი ნაწილი გაუქმდა და მათ ჩაინაცვლა აფხაზური და განსაკუთრებით რუსული ტოპონიმები. აღსანიშნავია, რომ 1953-1967 წლებში შეიმჩნევა ტენდენცია ქართულის ნაცვლად ისევ აფხაზური და განსაკუთრებით რუსული ტოპონიმების რაოდენობის გაზრდისა. მათ შორის არ არის არც ერთი შეგნებულად შევიწროებული აფხაზური ტოპონიმი. ქართული პოზიციის გასანეიტრალებად აფხაზები იყენებდნენ რუსულ ტოპონიმებს. მათ აღნიშნულ პერიოდში ქართულის ხარჯზე აღადგინეს 20 მათგანი. ავისებურებით ხასიათდება ტოპონიმთა ცვლის მეექვსე ეტაპი, რომელიც განისაზღვრება მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან 1992 წლამდე, ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის ომამდე პერიოდით. ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას იმპერიამ აფხაზური სეპარატიზმით დაუპირისპირა, რაც ქართული ტოპონიმების წინააღმდეგ ბრძოლაშიც გამოიხატა. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან არსებული ტოპონიმიკის დამდგენი კომისიის მიერ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე იგეგმებოდა ტოპონიმიკური ომი, რაც გულისხმობდა ქართული წარმოშობის სახელების აფხაზური ენის ფონეტიკური კანონზომიერებით გადაკეთებას, ან მათ მაგერ აფხაზური გეოგრაფიული სახელების დამკვიდრებას. ასეთი რეკომენდაციები დაეგზავნა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემოვალ ყველა რაიონის ხელმძღვანელობას. კერძოდ 1999 წლის მაისში სოხუმიდან გაგზავნილი ცირკულარით გალის რაიონში სოფელ მზიურს, ანუ ყოფილი ცხიროგალი, უნდა დარქმეოდა შაშიკვარა. ჭუბურხინც აკვალია. სოფელი სუბეიშის სახელი, რომელსაც მე-18 საუკუნეში ეწოდა აჩიგვარა, კომისიის რეკომენდაციით აჩგვარათი უნდა შეცვლილიყო. გალი ალეკუმჰარათი, რეფოშეშილეთი, აკვარიქეათი, სოფელ ჩხორთოლი ჩხვართალათი, გუმურიში და ასე შემდეგ. ქართულ სახელმწიფოთა მასიური ცვლის ბოლო მე-7 ეტაპი დაიწყო მოსკოვის მიერ ინსპირირებული 1992-93 წლების აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ და დღემდე გრძელდება ეს პროცესი. ცვლილებები ძირითადად ორი მიმართულებით წარიმართა. ძველი ტოპონიმები შეიცვალა სხვა ენოვანი სახელებით და დარჩა ძველი სახელწოდებები გარკვეული ტრანსკრიფციული ცვლილებებით. სოხუმის სეპარატისტული რეჟიმი ყველა საშუალების ცდილობს წაშალოს აფხაზეთის მიწა-წყალზე ქართველთა უდიდესი ბინადრობის კვალი. ანტიქართულად განწყობილმა სეპარატისტებმა გააუქმეს არა მარტო ქართველური ტოპონიმები, არამედ მთლიანად შეცვალეს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სახელობის ქუჩების, სანატორიუმების, მოედნების, სხვადასხვა დაწესებულებათა ქართული სახელები და ასე შემდეგ. მათი ადგილი დაიკავა რუსულ-აფხაზურმა ტოპონიმებმა, ქართველთა გენოციდში მონაწილე შიგა-კავკასიელი კონფედერანტთა სახელებმა. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ახალ სახელებში ნაკლებადაა გათვალისწინებული თვით აფხაზი ხალხის ინტერესებიც კი. პარალელურად შეცვალეს იმ ქუჩების სახელები, რომლებიც ქართული სახელმწიფოების მატარებლები იყვნენ, მაგალითად, საქართველოს ქუჩას ეწოდა აბსნის ქუჩა, ბარათაშვილისას ქეცბა, წალენჯიხისას არშბა, რუსთაველისას ლეონის ქუჩა და ასე შემდეგ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ამდენად აფხაზეთში არსებული უძველესი მეგრული და სვანური ტოპონიმები, ჰიდრონიმები და ანთროპოლოგიური დარტყმები პირდაპირ მიანიშნებს მათ გენეტიკურ კავშირს დასავლეთში მცხოვრებ კოლხურ ტომებთან. აფხაზები რომ ქართულ ეთნოსთან ადიღური ტომების შეცვლით ჩნდებიან, ამას მათი ანთროპოლოგიაც ამტკიცებს და ისინი ძალიან ახლოს დგანან დასავლურ ქართული ხალხების გენოტიპთან. სეპარატისტულ აფხაზეთს და რუსეთის იმპერიას კი ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პირისპირდაც წაშლა გადაწყვეტილი და სწორედ აი ამ ჭეშმარიტების უარყოფა. ძალიან საუდიანი თემაა სიმართლე. კი, ძალიან. ცოტა ისეთნაირად დაუწყეს გადაცემა, მინდოდა რაღაც მეტი мотиваცია, რაღაცა ცოტა ხალისიც, მაგრამ ვერსად ვერ ჩავსვი ეს. არა, და ძალიან ძიმე თემაა, ზოგადად მე აღნიშნე და მოკლედ ეს ტენდენცია აუცილებლად უნდა შეჩერდეს და მე ვიმჯერა, რომ საქართველო მალე აღიდგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას და მოკლედ ისტორიული სამართლიანობა აღდგება და მოკლედ არ შეიძლება ასე ხელაღებით განადგურება ყველაფრის ისტორიის ძარცვა და მითვისება. ანუ ისტორიის ქურდობა, ეს ძალიან დიდი დანაშაულია, რასაც ისტორიის ქურდობა, რასაც რუსეთის იმპერია ასე ახალისებს აფხაზის სეპარატისტების ხელით. და არა მარტო აფხაზის და სამაჩაბლოშიც იგივე ხდება შიდა ქართლშიც და ოკუპირებულ ტერიტორიებში თითქმის ერთნაირი პოლიტიკა არის.
მოკლედ, აი ესეთი იყო ჩვენი თემა. ძალიან მძიმე, ძალიან ისეთი სევდიანი, მაგრამ ჩვენი ისტორიის ნაწილია. მსმენელების როლის ამებრ არის და ვერ აუგდით გვერდს, იმიტომ რომ ვისაუბრეთ საბედიანოზე და ტოპონიმიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და არა მარტო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგერ გადმოვიდა ამის ჩვენ სამეგრელოსთვის ნახევარზე მეტ, ასე ვთქვათ, ლოკაციაზე მსგავსი რაღაცეები ხდება და ადრე უფრო შეგდებოდა Facebook-ზე დებდნენ ხოლმე, რომ რაღაცნაირად ზოგიერთი კუსტარულად ხელით გადაღებავდა ხოლმე და რაღაცას მიაღწევდა. სასამართლოს დომები ჩაინიშნა სასამართლოს დომები იყო და პროცესები გაიმართა და ძალიან ბევრი რა. მაგრამ აი ესე თითო ბრძოლით მართალია ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ მაინც რთულია. რაღაცნაირად მაინც სულ სხვა გარემო სჭირდება, სულ სხვა ერთობა სჭირდება და სულ სხვანაირი ძალისხმევა. კი, მე რამეთაც ვიცი, უკვე გეოგრაფიულ სახელწოდებათა სახელდების სპეციალურმა კომისიამ დაიწყო ამაზე მუშაობა. რომ აღადგინენ თვითონ ეს ავთენტური ტოპონიმები, სხვა შორის ხაბატონი მანნაბუკეას ჰქონდა ჩემთან კომუნიკაცია, რომ აი თქვათ ისტორიული სახელები, ფაქტ ჩართულია თვითონ ამ მუშაობაში და მოკლედ იმედი მაქვს, რომ უახლოს მომავალში ეს გასწორდება. თქვენ წარმოიდგინეთ, აი მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში მასობრივად მოხდა ადგილობრივი მეგრული ტოპონიმების თარგმნა. მაგალითად, როგორც აღნიშნე ერთ-ერთ გადაცემაში, ჟინენწერი ერქვა, ზედაეწერად გადაკეთდა, მოკლედ და ჰიდრონიმები, რაც ჰიდრონიმები გვაქვს, აბსოლუტურად ყველა არის თარგმნილი. და ამაზე ჩვენ მომდევნო გადაცემაში გვექნება ცალკე საუბარი, ანუ მდინარე დავანონსოთ აქედან ხო და განვაგრძოთ სერიულად. რა თქმა უნდა, აი ეს განვაგრძოთ, იმიტომ რომ მოთხოვნა იყო თვითონ მსმენელებისგან, რომ სწორედ უფრო მეტად ჩავღმოვდეთ ამ თემებს და ჰიდრონომიაზე გვექნება ცალკე საუბარი, ანუ მდინარეებზე იმ ხუჩაბაც, ვინაიდან ჩვენ გვაქვს რუკები, სადაც დატანილია ესათვი მდინარეები, ძველი ავთენტური სახელწოდებით და მე მოხდა ზუსტად 20-30-იან წლებში გასული საუკუნის მათი თარგმნა და ამაზე იქნება სწორედ საუბარი. ჩემ სოფელში ელემენტარული ჭანის წყალი აწერია, ეხლა წენწყალი იყო, და ეხლა აწერია ჭანის წყალი. კი, ნამდვილად როულია ასე, რომ ვითვალისწინებთ ჩვენ ვერგულ მსმენელებო თქვენს სურვილს და მორგი გადაცემას ცხადია სერიალურად გაგრძელდება და ამ თემას შევეხებით. მადლობა ბატონ ლაშა, ასეთი ამომწურავი. მადლობა თქვენ პირიქით. კითხვებზე პასუხებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან სერიოზული გამოხმაურება ექნება ჩვენი მსმენელების მხრიდან ამ გადაცემას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი აუცილებელია იცოდე შენი ისტორია, შენი კუთხის ისტორია და სწორი ისტორია. კარგად აღნიშნეთ, პოპულარული ისტორიის პოპულარო არ შეიძლება. ნამდვილად არ შეიძლება. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დროის სიმცირის გამო ვასრულებს უსასრულოდ შეიძლება საუბარი, არა უშავს. იქითა ხუთშაბათი წამთვისაა და გავაგრძელებთ. მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი გახდა დღევანდელი გადაცემა ოდაბადეს კინოხონი, რომელიც გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად, უძღვებით ორნი. ისტორიკოს-კვლევარი ბატონ ლაშა ჯიქია და მე სოფია ხუციშვილი. მოვალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინათი.lg, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე. ჩაწერეთ ოდაბადეს კინოხონი და ყველა გადაცემა დახვდებათ იქვე. ყველა პოსტის ქვეშ შეგიძლიათ დატოვოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები და თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, ასევე გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით, ჯგირო ზოჯუნდათ. თქვენის ნებართვით მეც დავამშვიდობები ჩვენ ძვირფას რადიო ათინათი მსმენელებს. უღმესი მადლობა გამოხმაურებისთვის, კომენტარებისთვის, თქვენი ინტერესისთვის, მოკლედ მოგწერეთ და ჩვენ შევეცდებით, რომ თქვენს ინტერესს მოვარგოთ მომდევნო რადიო გადაცემების თემები. ჯგირო ზოჯუნდათ, წიმოწნილი ქობედად მიარე წანებს. გადაცემათა ციკლი ოდაბადეს კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეს კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.